მცხეთაში მაშინ მამასახლისი იჯდა, სახელად სამარა. პონტოდან ძლიერი ლაშქრით მოვიდა სარდალი აზონ, ტომით პონტოელი ქართველი, მაგრამ ქართველთაგან ბერძნად წოდებული. მოვიდა იგი ძლიერი ჯარით და ძლიერი სახელით. დაიპყრო მცხეთა, გული ქართლისა. დახოცა მამასახლისი სამარა და მისი ძმა და თავად დაჯდა ქართლის ერისთავად. მოკლულ სამარას 3 წლის ძმისწული დარჩა, სახელად ფარნავაზი. დედამ დაობლებული შვილი კავკასიონის მთებში გახიზნა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმულმა ფარნავაზმა არ დაიშალა და დედასთან ერთად მცხეთაში დაბრუნდა და თავის მამულში დასახდა. მალევე სახელი გაითქვა როგორც სწავლულმა, უებრო მხედარმა და კარგმა მონადირემ. აზონის ყურსაც მისუდა ფარნავაზის გმირობანი და რადგან თავადაც ნადირობის დიდი მოყვარული იყო, დაიახლოვა და დაიმეგობრა იგი. დედას აშინებდა ფარნავაზის სიახლოვე მეშურნე და მესისხლე აზონთან. შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს. ნურას უჩვენებს სიკეთეს და ღირსებას შენსას. თორემ ვაი და მოგკლან. ერთ დილას ფარნავაზმა ღამეული სიზმარი უამბო დედას. ვითომ იგი სადღაც უკაცრიელ სახლში მომწყდეულიყო. უცებ სარკმლიდან მზის სხივი შემოიჯრა. ფარნავაზ წელზე შემოერტყა და გარეთ გაიყვანა. უცებ მზე მიწაზე დაეშვა და ჭაბუკის სიმაღლეზე გაჩერდა. ფარნავაზმა კი ხელი გაიწოდა და მზიური ნამცრევით პირი დაიბანა. ეს საამური სიზმარი დედას დაუტოვა. თავად კი მარტოდ წავიდა სანადიროდ. დიღმის ველზე ირემი დაჭრა, რომელიც არ დანებდა სიკვდილს და თბილისის დაფობამდე ადევნინა მონადირეს. ბოლოს კი მუხმა ვეღარ გაუძლო და ერთი კლდის ძირას ჩაიმუხლა. ფარნავაზიც მასთან ჩაიმუხლა და კისერზე მკლავი გადახვია. ის ღამე ერთად გაათიეს კაცმა და ნადირმა. დილით კოკის პირულმა წვიმამ გააღვიძა ფარნავაზი. კლდეს თვალი შეალო, თავშესაფარს ეძებდა. უცებ ძირში ქვანაშალი შენიშნა. თითქოს შესასვლელი ამოეკოლოვისმეს. შევიდა გამოქვაბულში და გაიხარა წვიმას, რომ თავი გაარიდა, მაგრამ უფრო დიდი სიხარული წინ ელოდა. როცა გამოქვაბულს თვალი გულისკურით მოავლო, აურაცხელი ოქრო ვერცხლის საგანძური დაინახა. სიხარულით ავხსილმა გამოქვაბულის კარი ისევ ამოქოლა და სახლისკენ გაქუსლა. დედას და თავის სამდას გაანდო ეს ამბავი. მთელი ღამის განმავლობაში ფარნავაზს, მის დებსა და დედას ყველასგან საიდუმლოდ გამოქონდათ ოქრო ვერცხლი და თავისთვის უფრო მარჯვე ადგილას ინახავდნენ. როცა ეს საქმე მოათავა, ფარნავაზმა მსახური აფრინა დასავლეთ საქართველოში და ეგრისის მაშინდელ ერისთავს. ქუჯი შეუთვალა. მე ვარ ფარნავაზი, შენი ნათესავი, ქართველი, შენებრ ქართლოსის შთამომავალი, აც მოგდინებულ სამარას ძმისწული, ხელთა მაქვს დიდ ძალი ხვასტაგი, ოქრო და ვერცხლი. მომეცინება, მოვიდე შენთან, რათა ვეძმოთ ერთურც, მოვიხმაროთ ხვასტაგი ესე და ერთიანი ძალით შევებათ აზონ ერისთავს. ქუჯიმ დიდად გაიხარა და პასუხი არ დააკონა. აღსდექ და მოდი ჩემთან, შევერთოთ ერთურც, ძმაო ჩემო. და ჩვენი ერთობით განიხარონ ყოველთა ქართველთა. ფარნავაზი ოჯახთან ერთად მალულად გადავიდა კოლხეთში. ქუჯიმ დიდი პატივით მიიღო მცხეთელი სტუმრები. ფიცით შეეკურნენ ერთმანეთს, რათა ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ აზონს. თავი და თავი ქართლოსიანნი, აღმოსავლეთ ქართველები არიან, ამიტომ შენ გმართებს უფლობა ჩვენი. ახლა წადი, ნუ დაიშურებ ხვასტაქსა შენსა და ამრავლე ლაშქარი. ხოლო შემდგომ თუ ღვთის შეწევნით გავიმარჯვებთ, კვლავ შენ იქნები უფალი ჩვენი, ხოლო მე ქვეშევრდომი შენი. ქუჯის დიდსულოვნებითა და სიბრძნით აღტაცებულმა ფარნავაზმა შეყარა აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველთა საომარი ძალები. როცა გადამწყვეტი ბრძოლის დღე მოახლოვდა, მრავალმა რჩეულმა მხედარმა მიატოვა აზონი და ფარნავაზის ლაშქარს შეუერთდა. აზონმა წინააღმდეგობა ვერ გაბედა, გაიქცა და კლარჯეთში გამაგრდა. ფარნავაზმა კი მცხეთა დაიკავა და კლარჯეთის დასალაშქრად დაიწყო მზადება. მან წვენი გაუგზავნა და შემწეობას თხოვა სირიის მაშინდელ ხელმწიფეს, ანტიოქე პირველ სოდერს. მანაც ფრიად გაიხარა ქართველთა ახალგაზრდა ბელადის სამოკავშირეო წინადადებით. ფარნავაზს შვილი უწოდა, უძვირფასესი გვირგვინი გამოუგზავნა და თავის ქვეშევრდო სომხეთის მმართველებს მისთვის დამხმარე ძალთა გაგზავნა უბრძანა. ფარნავაზი ქუჯის თანხლებით, ქართველთა გაერთიანებული ძალებით დაიძრა არტანუჯისაკენ. აზონიც ელოდებოდა პონტოდან მიღებული ახალი საომარი ძალებით. ბრძოლა მოხდა არტაანის, ქაჩთა ქალაქის მახლობლად. სისხლიანი რკენა ფარნავაზის გამარჯვებით დამთავრდა. აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მისი ლაშქრის დიდი ნაწილი განადგურდა, დანარჩენები კი ტყვედ ჩავარდნენ. მთელი კლარჯეთი თავის დედას, ქართლს შეუერთდა. ასე შეიქმნა ფარნავაზი ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და განთქმული ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ფარნავაზი ჯერ მხოლოდ 27 წლისა იყო, მაგრამ ახლად წარმოქმნილ დიდ ქართულ სახელმწიფოს სიბრძნითა და კეთილგონიერებით განაგებდა. დავიწყეთ ახალი პროექტი. გააცოცხლეს საქართველოს ისტორია. ეს იქნება მხატვრულ დოკუმენტური, ინოვაციური სერიალი, სადაც ვიხილავთ ეკრანზე გაცოცხლებულ ჩვენს დიდ მეფეებსა და გმირ წინაპრებს, აღმავლობისა და ძნელბედობის ეპოქებს. სერიალი დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში.
თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიდ წამოწყებაში. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ საქართველოს ისტორიის გავრცელებაში, დონაციის მული იხილეთ კომენტარებში. ერთად გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია.